მიშკრევ შრომითი კოლექტივი პარლამენტის უკან. ესე იგი ამათ მოთხოვნა არის რომ დაუბრუნდეს შრომითი კოლექტივს გაყიდული და განადგურებული ფაბრიკა. საკონდიტერო ქარხანა მზიურის კოლექტივი 2001 წელს უზენაისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს. სასამართლომ ქარხნის მესაკუთრედ კოლექტივის ცნო. ქარხნის თანამშრომლების აქციას სოლიდარობა ახალგაზრდულმა მოძრაობამ 7 ნოემბერი გამოუცხადა. მათი განცხადებით იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ხელოვნურად ყოლმდება. შრომითი კოლექტივი ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. წინა შემთხვევაში ესენი გამართავენ 9-ში ზუსტად საპროტესტო აქციას იუსტიციის სამინისტროს წინ და მან გაიმართება ძალიან დიდი ფართომასშტაბიანი აქცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2007 წლიდან დღემდე კონტროლზე რა თაყვანილი და თქვენ წარმოგიდგენიათ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის გარეშე აიყვანოს კონტროლზე? ესე იგი რა გამოდის სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებენ მიაზიარავად და მთელი წარმოება პირადი განცხადებით და უზენაესის საახსრობო ფურცლით დავალუქიე 2001 წლის ივნისში და დალუქულ დაყადაღებული ქონებას და სამ წარმოების სრიანი გასაღები პირადად მათ ჩაბარებული სისხლით ამას პასუხისმგებლობით.